უპრეცედენტო სპეცოპერაცია და სამალავიდან ამოღებული ნარკოტიკი, რომლის ღირებულება შავბაზარზე 80 მილიონი ლარია. ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაული აღკვეთეს. ნაპოვნია 250 კილოგრამი ჰეროინი. ნარკოტიკები ირანიდან საქართველოს გავლით პოლონეთში უნდა ჩასულიყო, თუმცა გეგმა ჩავარდა. ვინ დგას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის უკან? გამომძიებლებმა ნარკომოვაჭრების ქართველი მოკავშირეები უკვე დააკავეს. ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრაფიკის კიდევ ერთი ფაქტი. პოლონეთის სახელმწიფოში უნდა მომხდარიყოს საერთაშორისო ტრანზიტით თურქეთის გადატანა. მოთავსებული იყოს ყველი ხელსახოცების პაკეტებში. შესაძლებელია მფარველები წყალდეთ მათ ქვეყანაში. ყველაფერია შესაძლებელი. ჩაშლილი ირანული ნარკოტრაფიკი და გაშიფრული სქემა. ქართველი სამართალდამცველების ანგარიშზე კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციაა. ირანიდან პოლონეთში სველ ხელსაწმენდებში შეფუთული 250 კილოგრამი ჰეროინის გადაზიდვის გეგმა ჩაშალეს. 22 ოქტომბერი ბათუმის ტერმინალი. მებაჟეების საეჭვო ტვირთს ევროპისთვის განკუთვნილ ირანულ სველ ხელსახოცებს ამოწმებენ. სველ ხელსაწმენდებში დამალული ნარკოტიკის სატვირთო ავტომობილის ამ ნაწილში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ შენიღბული ნარკოტიკით სავსე სატვირთო წითელი ხიდიდან 13 სექტემბერს შემოვიდა. თითქმის ერთი თვე აჭარაში დაასაწყობეს. საბოლოო ლოკაციისკენ გამგზავრების გეგმა კი მებაჟეებმა ჩაშალეს. ძალიან მაღალი ხარისხის, ასე ვთქვათ, შენიღბვას ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ფოთის უწყებათა შორისმა დანაყოფმა. საეჭვოდ ჩაითვალა უშუალო ტრანზიტი, ანუ ირანიდან შემოტანილი ტვირთის გადაადგილება უშუალოდ პოლონეთში, იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება პოლონეთი იყოს თვითონ წარმოებელი სველი ხელსახოცი. სადაც ჩვენთვის საეჭვო იყო ასევე საქართველოში გაჩერდა ეს ტვირთი, შემდგომ უკვე ერთი თვის შემდგომ გადაწყვეტეს ამ ტვირთის გატანა. გამოგებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. დაკავებულია წარსულში ნარკოდანაშაულში დასამართლები ორი პირი. ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მთავარი ფიგურანტი 55 წლის მალხაზ კევლიშვილია. სწორედ მის კომპანიას ევროაზია 2024-ს გადაჰქონდა ხელსახოცებში შენიღბული ჰეროინი ირანიდან პოლონეთში. კურიერი პიესი თბილისში კომპანიის რეგისტრაციის მისამართზე მივიდა, თუმცა იქ დიდი ხნის წინ გაქირავებული ბინა დაგხვდა. კევლიშვილის ცხოვრობს. კომპანია ხანდა დარეგისტრირებული აქ. კურიერი პიესმა მალხაზ კევლიშვილის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა. ბრალდებული თურქ დამკვეთს ასახელებს. დეტალურად აღწერს, როგორ შექმნა გასულ წელს მისი დავალებით კომპანია სამშენებლო მასალების ბიზნესის განზრახვით. თურქმა მეგობარმა კი მისი კომპანიის სახელით აზიიდან ევროპაში ასობით კილო ჰეროინის გადაზიდვა სცადა. დამავალა საწყობის ნახვა და ვინმე სანდო ადამიანის მოძებნა საბაჟო პროცედურებში დასახმარებლად. ვიქირავეს სასაწყობე ფართი ბათუმის შემოგარენში, ახალ სოფელში. მალევე მითხრა, რომ საწყობში უნდა შემენახა ორი სატვირთო მანქანით ჩამოტანილი სველი ხელსახოცები, რომელსაც მის ბიზნეს პარტნიორს ირანის მოქალაქეს გამოატანდა. მიმითითა, რომ ორივე სატვირთო უნდა დაცლილიყო ცალ-ცალკე, ისე რომ ტვირთები ერთმანეთისგან განცალკავებული ყოფილიყო. მისი მეგობარი ირანის მოქალაქე ესწრებოდა აღნიშნული ტვირთის დასაწყობებას, რომელმაც დამიტოვა 15,000 ევრო ტვირთის მისახედად. თურქმა მეგობარმა დამიბარა, რომ როდესაც დამირეკავდა, გადამზიდი კომპანია უნდა მომეძიებია და ტვირთი პოლონეთში გამეშვა ბულგარეთის გავლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მალხაზ კევლიშვილს ჰეროინის შენახვისთვის სოლიდური თანხა გადაუხადეს. შენიღბული ნარკოტიკის საქართველოში ჩამოტანის დღიდან თურქეთის მოქალაქის ქართველი მოკავშირე აჭარაში მეგობრის სახლში ცხოვრობდა. მეორე დაკავებული სწორედ მისი მეგობარი ტარიელ მესხიძეა. მისი სახლიდან სველი ხელსახოცების ორი შეფუთვა ამოიღეს, სადაც 200 გრამი ჰეროინი იდო. მოხდა თუ არა სატრანზიტო ნარკოტიკის საქართველოში რეალიზება. ამას გამოძიება სწავლობს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას პინძელს სტუმრის დანაშაულთან კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არ ქონია. წელი სამსეთქები, რომელსაც ცხოვრებდა ყოველდღიურ ევროპაში იშენებდნენ, ინახებოდა თურმე ნარკოტიკული საშუალება.
საშუალება. ეს იყო საქართველოში რეალიზაციის მცდელობა ჯგუფურად თუ უბრალოდ გასხვისება ამ პირზე, რა თქმა უნდა, ამაზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შემდგომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ვინ დგას ნარკოტრაფიკის სათავეში? გამოძიების მთავარი სამიზნე ახლა თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ტრანსნაციონალური დანაშაული სავარაუდოდ დიდი ხნის წინ დაგეგმა. ამ ეტაპზე მთავარ სამიზნეს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვინც იყო ჩართული კონკრეტულ ბრალდებულთან ერთად, რათა საქართველოში ტვირთი შემოეტანა და შემდგომ უზრუნველყოთ მისი გატანა და ვატარებთ ყოველ იმ საგამოძიებელ მოქმედებას, რათა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე ყოველ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შეიძლება ჩართული იყოს ამ საქმეში. შესაძლებელია, რომ ყავდეთ საქართველოში სხვა მოკავშირეები? გამორიცხული არაფერი არ არის. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო ნარკოდანაშაულის აღკვეთის პროცესში. როგორც წინა ინტერვიუებში დაგვირდით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ბევრ ესეთ საინტერესო ღონისძიებებს შემოგთავაზებთ. ხელსახოცებში დამალული 250 კილოგრამი ჰეროინის საქმე ერთადერთი არ არის. ბოლო თვეებში ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ნარკოტრაფიკის არაერთი ფაქტი აღკვეთეს. ბოლო 4 თვის განმავლობაში 3 ფაქტია ესეთი მსხვილი ნარკოტრაფიკის გამოვლენილი. ჯამში 4 თვის განმავლობაში ამოღებულია 750 კილომდე ჰეროინი. ტრანსნაციონალური დანაშაულის ხერხი ყოველდღიურად იცვლება. პირველ ღონისძიებასაც შეეხება 298 კილოს ჰეროინი მოთავსებული იყო კაგურის ფორმის პლასტიკარებში. შეეხება მეორე ღონისძიებას 200 კილოს თევზის საკოპთან ერთად იყო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთები კაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება და საბაჟო დეპარტამენტი სრულად ფლობს ყველა საჭირო შესაძლებლობას, რათა დროულად გამოავლინოს და აღკვეთოს მსგავსი სახის დანაშაულები. რა გზით და მეთოდით ხდება საქართველოს საზღვარზე რისკის შემცველი ტვირთის გამოვლენა? ამაზე ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებათა შორისი დანაყოფი ზრუნავს. მთელს მსოფლიოში ასეთი მასშტაბური უწყებათა შორისი ჩართულობა, რაც გულისხმობს 4 სხვადასხვა უწყების ერთ სამუშაო სივრცეში ყოველდღიურ მუშაობას, ფაქტიურად სხვაგან არ არის და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა. კურიერი პიესის პროცესი აჩვენეს, რასაც საეჭვო ტვირთი საბაჟო ტერმინალზე გადის. ახლა ჩვენ ვიმყოფებით გაფორმების ეკონომიკური ზონის დათვალიერების სივრცეში. ეს არის საეჭვო ტვირთი, რომელიც ექვემდებარება დათვალიერებას რენტგენოს სკანერის დახმარებით და მებაჟე ოფიცერს აქვს საშუალება დაინახოს, მასში არის რაიმე დარღვევა თუ არა. სწორედ ისე, როგორც დათვალიერდა სველი ხელსახოცების. სკანერის გარდა მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, თვითონ თანამშრომლების, ანუ ადამიანური რესურსები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ტრანსნაციონალურ დანაშაულს. ვინ დგას საქართველოში აღკვეთილი ბოლო ტრანსნაციონალური დანაშაულის სათავეში? ამას ქართული და საერთაშორისო გამოძიება სწავლობს. უკვე გამოვლენილ ქართველ მოკავშირეს კი უმძიმესი სასჯელი, უვადო პატიმრობა ემუქრება.